ხორბალი საქართველოს სულიერი და მატერიალური ყოფის გამაერთიანებელია. ის სიცოცხლის ძალა და ნაყოფიერების სიმბოლოა. საქართველოში ხორბალი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-5 წლეულებში მოჰყავდათ. მსოფლიოში ხორბლის 20 სახეობაა ცნობილი. აქედან 15 საქართველოშია გავრცელებული და მათ შორის 5 ენდემური ჯიში სწორედ ქართულია: მახა, ზანდური, დიკა, კოლხური ასლი და ჩელტა ზანდური. ეს მარცვლები ჩვენს კულტურულ და ეკოლოგიურ ისტორიას ინახავს. ხორბალი ქართული ყოფის საფუძველია. სწორედ ხორბლის ყანიდან, პირველი კვალის გატანიდან დაიბადა მეკვლეობის ტრადიცია. ესაც ჩემ ოჯახისთვის მოგვეციკეთე უფარო. ჩვენთვის კალო მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, წმინდა სივრცე იყო, სადაც პურს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ღვთაებრივ საჩუქარს. ხორბლის კულტურა ცოცხლობს ჩვენს რიტუალურ პურებში. იქნება ეს საახალწლო კაცაბასილა, კერია ბერია თუ სვანური ლემზირები. ხორბალი ჩვენი მფარველიც იყო. მას ბატონების დროს ბავშვების სამკურნალოდაც კი იყენებდნენ. დღეს ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა და საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა მსოფლიო კულტურის რუკაზე. სხვადასხვა წლებში იუნესკოს მიერ აღიარებულია. ქართული მრავალხმიანობა. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი. ქართული ამბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა. ქართული ჭიდაობა. გელათის მონასტერი. ცხეთის ისტორიული ძეგლები. ზემო სვანეთი. კავკასიონის მთისწინეთის დიდებული მცველი და ასევე კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები. დღეს ქართული ხორბლის კულტურის ტრადიციების და რიტუალების აღიარება და იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა წარსულის პატივისცემასთან ერთად მომავლის გზავნილია. 8000 წელია ქართველი კაცი ხორბალს ზრდის, უვლის, ამრავლებს და ამ ცოდნას ახალ თაობას გადასცემს. ხორბალი ჩვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. ნათლობაში, ქორწილში, სააღდგომო ზეიმზე, საახალწლო მეკვლეობაში, სნეულების განკურნებასა და წინაპართა ხსოვნაში. ამგვარად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული კულტურა უძველეს ცივილიზაციას წარმოადგენს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა კაცობრიობის განვითარების გზაზე. ჩვენი ქვეყანა დღესაც უწყვეტად განაგრძობს მსოფლიოს გააცნოს და გაუზიაროს ქართული საგანძური.